თავისუფლების 1 საათი კვლავ ეთერშია და ძალიან სასიამოვნო ამბავზე გადავდივართ ახლა. მეგვერც მიმშვენებს ნანა კობერიძე, მხატვარი. ნანა არის ბატონი ოთარ კობერიძეს ქალიშვილი, ოთარ კობერიძეს 17-ში ხო? 90 წელი შეუსრულდა და პირველ რიგში ოთარ კობერიძეს ვილოცავთ ამ თარიღს, იუბილეს და რა თქმა უნდა მის თაყვანისმცემლებს, ქართული კინოს თაყვანისმცემლებს, ხო, სხვა შორის ქართულ კინოზე მინდა კითხო. თეატრი, მოდი თეატრით დავიწყოთ. თეატრი მიუხედავად იმისა, რომ თეატრალური განათლება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ დღეს წავიკითხე, აღარ მახსოვდა, რომ 93 წელს ეს რადიო მსმენელს ვეუბნები ესენის თეატრში დაპატიჟეს და ოიდიპოს მეფეშიც ითამაშა. მაინც არ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში. მისი დამოკიდებულება თეატრის მიმართ ესეთი უარყოფითია, უფრო კინო უყვარდა ყოველთვის. ხო, მე მაინც მგონია რომ კინო უყვარდა, იმიტომ რომ თეატრში იყო მაინც ცოტა ხანი მარჯანიშვილის თეატრში, ჯერ სოხუმის თეატრში, მერე მარჯანიშვილში და მერე აი ბოლო იყო ეს 93 წელს გერმანიაში, სადაც ფირი მაგეს პრინციპში ეს არის. ხო, არის ფირი, რომელიც თავი ჯგუფმა ჩაწერა და პრინციპში მაყურებელმა არც იცის ესე დიდად, მაგრამ კინო ხო, რაღაცა ეს კინოზე ქონდა უმეტესწილად. უფრო უყვარდა. აქცენტი უფრო უყვარდა და შემოთავაზებაც მეტი ქონდა კინოდან, ვიდრე ვთქვათ თეატრი. ეს ალბათ თეატრის მოყვარულებს ეწყინებათ, რასაც ვიტყვი, მაგრამ გარეგნობა, ასე ვთქვათ, მსახიობის უფრო დაფასებულია კინოში. კარგად ჩანს, მოდი არ უნდა ეწყინოთ. ახლოდან ჩანს მსახიობი და შესაბამისად იმიჯიც ამ მსახიობის იქმნება ძალიან ადვილად, ხო? მე ვიცი რომ მისი ყველაზე პოპულარული როლი, ვიცი კი არა ეს ასია იყო ბაშიაჩუკი. და სადღაც წავიკითხე რომ ეს იყო ის პერიოდი, როდესაც მთელი საქართველო ბაძავდა ფანფანწულპანს. ფანფანწულპანი იყო იდეალი. მაშინ ბევრისთვის და ქართველებმა გადაიღეს, ასე ვთქვათ, ქართული ფანფანწულპანი შეიძლება ასე ითქვას და ჩვენ მოგვივლინა ქართველი ჟერარ ფილიპი ოთარ კობერიძის სახით. რატო უნდა ყოფილიყო თვითონ რას ამბობს ამ როლზე? ხო არ ამბობდა უმომბეზდა უკვე აღარ შემიძლია. არა, სადაც არ ამბობდა, იმიტომ რომ ძალიან პირიქით რაღაც ესე უმადლოდა ამ რეჟისორს ესაკიას და ამ პირველ თავის როლს და ძალიან უყვარს არანაირად. მე ამ ფილმში გაიცნო ლია, ხო, ესეც მაგისტვის რაღაც ესეთი სერიოზული ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ამბავია და ამიტომ და უყვარს ეს როლი. არასდროს არ. ანუ აქვს ფილმი და უყურებს ხოლმე, თუ არა? თუმცა ძველი როლების ყურება თუ უყვარს? იცი რა, ძალიან იშვიათად. აი უფრო ვთქვათ რაღაც რამდენიმე არხზე იყო ეს ბაშიაჩუკი რაღაც პერიოდი ისეთი ხშირად და აი ესე უყურებდა ხოლმე. მაგრამ რაღაც პერიოდულად უყურებს თავის ფილმებს, მაინც რაღაც ეთყობა იხსენებს და მაგრამ იშვიათად. არის საერთოდ სენტიმენტალური თუ არა? აი ეს წარსულზე ლაპარაკი უყვარს? უყვარს. უყვარს წარსულზე ლაპარაკი უყვარს, ხო. მithumetes ესე იგი გავიხსენოთ რომ ახალგაზრდობა მისი, ეხლა ჩვენი ფორმაშია, მაგრამ ბოლომდე აი 80-იან წლებში ჯერ კიდევ ვიცით რომ როგორი აქტიური იყო, ხო? საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი, სულ მუდმივად ეხლა გადაცემა სანამ დაიწყებოდა, ნანას ვკითხე ტელევიზორს თუ უყურებს და კიო და კითხულობს, ხო? მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ის რომ ესე იგი არა მარტო კარგ მსახიობად ითვლებოდა, არამედ იყო კარგი სპორტსმენი, ცხენზე კარგად იჯდა, მე მგონი მოფარიკავეც. ხო, თუაშე. ეს სპორტული, ასე ვთქვათ, განათლება მიიღო, თუ უბრალოდ უყვარდა ეს საქმე და ყველაფერს. ეთყობა თვითონაც ესეთი რაღაც სპორტული ტიპი იყო, მაგრამ ცხენზე რა თქმა უნდა, იქ რაღაც პერიოდი კინოსტუდიაში ბაშიაჩუკისთვის ემზადებოდა. მაგრამ მე ვთქვათ იგივე ამ ვებხვებთან გალიაში დღეს ახალი ატრაქციონი ეს რუსეთის ხო, აღარ მახსოვს ეს ფილმი. იქ ვებხვებთან არის მწვრთნელი. ხო, მწვრთნელია ვებხვების და იქ თვითონ შედიოდა ვთქვათ და მომთვინიერები. ხო, თვითონ შედიოდა ამ გალიაში და ამ ვებხვებთან მე, აი ხო, მაინც ეთყობა რაღაც სპორტული ადამიანი. ეს იქ და აზარტი.
აზარტი ხო და ნუ ის რო თვითონ აკეთებდა ყველაფერს არასდროს არ ყავდა დუბლიორი ხო ეს აზარტულობა არის ალბათ მიზეზი იმისა რომ რეჟისორის როლშიც მოგვევლინა ეს რადიოსერმა არის ის რომ იურიდიულზე სწავლობდა თუ იურიდიული განათლება ქონდაო სადღაც წავეკითხე რომ რაღაცა პერიოდი აი მე გეუბნები რომ ქონდა კი ასეც დაუსწრებლად სწავლობდაო და შეიძლება ამიტომ დეტექტივები ასე შეიძლება დეტექტივები გადაიღო ხო მიუხედავად იმისა რომ ლია იყო ამის წინააღმდეგი ძალიან ხო ძალიან წინააღმდეგი იყო და თვლიდა რომ ბევრად უკეთესად გამოსდის მსახიობობა ვიდრე მაგრამ ნუ ეს რაღაც თავისი ესეთი სურვილი იყო რომელიც აი ესეც აზარტია ესეც ხო ნანა მე მინდა უბრალოდ გარდა იმ ქართული როლებისა რომელიც ძალიან უყვარს მაყურებელს ხო ნუ პირველ რიგში ეს არის ბაშიაჩუკი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბაშიაჩუკის მერე თენგიზ აბულაძემ გაბედა და ისეთ როლზე მოიწვია სხვის შვილებში რომელიც ამ იმიჯს ანგრევდა რომელიც ბაშიაჩუკში იყო სხვა სუსტი კაცის როლში და ეს როლიც ჩვენივრად ითამაშა ჩემი აზრით ხო ესეთი ანტიგმირი შეიძლება ასე ითქვას მერე შეწყვეტილი სიმღერა რომელიც ასევე ძალიან უყვარდა ქართულ მაყურებელს მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ოთარ კობერიძე ერთ-ერთი იშვიათი მსახიობია რომელიც გავიდა ამ ქართული სივრციდან ეს მოახერხა რუსეთშიც და არა მარტო რუსეთშიც როგორ ფიქრობ რა შეიძლება ეს მიზეზი ყოფილიყო ის რომ ენები რუსული იცოდა კარგად ხო ის რომ გარეგნობა ქონდა ასეთი და ასეთი მოდა იყო ასეთი გარეგნობა ასეთ გონებას და აი რომელ მსახიობს გაიხსენებ ქართულს რომელმაც ეს მოახერხა ძალიან ხო უცბად ვერ ვიხსენებ აი ესეც გავიდა არა მარტო რუსეთში არამედ დასავლეთშიც ხო ყოფილ საბჭოთა კავშირის თითქმის არ ვიცი ყველა სტუდიაში ყველა რესპუბლიკაში თითქმის 83 ფილმი აქვს წარმოგიდგენია 83 და აი ყოფილი საბჭოთა კავშირი რო ახსენე ალბათ ეს მნიშვნელოვანია კიდევ რომ აი თქვა შუა აზიაში იღებდნენ და გარეგნობა ბუნებრივი ჩვეულებრივი ამბავი უხდებოდა იმ გარეგნობას თქვა ეგზუპერის თამაშობდა ძალიან მაგარი ფილმი არის პატარა უფლისწული ძალიან მიყვარს ეგზუპერი ითამაშა მოერგო ამ როლს შემდეგ კალატოზოვთან ითამაშა მოერგო იმ როლს ხო ანუ იმ ყველა გარემოში შეეძლო მშვენივრად ეგრძნო თავი ნორმალურად ეგრძნო თავი ანუ ეს არის შრომის მოყარეობა თუ კიდევ რაღაცა იყო არ ვიცი რაც აი რუსული სიტყვა რო არის მისწიჩკოვეს აი ეს არ ქონდა მე მგონი საერთოდ ხო იცი რა საოცრად შრომის მოყარეც იყო რა თქმა უნდა ნუ აი გიждდებოდა ესე წასული იყო ფაქტიურად წლის განმავლობაში შეიძლება ორჯერ ჩამოსულიყო იმიტომ რომ წელიწადში 2-3 ფილმი ქონდა და ნუ აბსოლუტურად ეს არ უქმნიდა რაღაცა დისკომფორტს არც იღლებოდა მინდა უბრალოდ მე ჩამოდიოდა ეძინა თქვა მთელი ეს პერიოდი რაც იყო თბილისში მაგრამ იქ ეს არ ქონდა არც დაღლა მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ რთული რაღაც გადაღებაც ქონდა ხოლმე იგივე ამ შუაზიურ ძალიან საინტერესო ეს მოწონდა აი წინააღმდეგობები ცხენზე ჯდომა ხიფათი ეს მოწონდა ხო ეს მოწონდა ძალიან და აი პათოლოგიურად ესე ფანატიკურად უყვარდა თავისი ეს საქმე და რა ვიცი ეს ყველაფერი ერთად ალბათ და მე იცი რა რაღაცა თან მომთხოვნადი მსახიობი იყო იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი გარეგნობა ხო მე მართლა კარგი მსახიობი იყო ასეც ქვია შემიძლია ესე თამამად თქვა ეს გადაუჭარბებლად ხო და ლია აკრიტიკებდა ხოლმე ხანდახან როგორც მსახიობს თუ არა საერთოდ როგორი ურთიერთობა ქონდა მე ვიცი რომ ლეგენდები დადიოდა ამ ურთიერთობა ხო ძალიან მეგობრული ძალიან უყვარდათ ერთმანეთი რა თქმა უნდა მაგრამ არასდროს სხვათა შორის არ მახსოვს რომ ერთმანეთის არ მახსოვს რომ ჩარეულიყვნენ ერთმანეთის ამ საქმეში პროფესიაში ერთადერთი აი ლია რეჟისორაზე ეს იყო ხო ძალიან წინააღმდეგი რაც მე მგონი სწორი იყო მაგრამ აი ესე რომ აი რაღაც მსახიობურ ამ ასპექტში არასდროს არ ქონიათ ესეთი ჩარევა აქ სხვა შორის მარინა კერესელიძე რომელიც იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და მასში წარმოადგენთ ის არაჩვეულებრივი წიგნი ლია ელიავაზე თქვა ასეთი რამე რომ ძალიან გული წყდება რომ ლია ელიავა არ გამოიყენა კარგად ქართულმა კინომ ესე იგი ასეთი გარეგნობის მსახიობი არ გამოიყენა ასეთი ნიჭის მსახიობი არ გამოიყენა ნუ მოხდა ისე რომ ალბათ რაღაცები იცვლებოდა, მოვდაიცვლებოდა ასე შემდეგ და ნუ ასეთი გულდაწყვეტელი წავიდა ამ ქვეყნიდან, არ ვიცი რამდენად ეს ასეა. შეგვიძლია ვთქვათ რომ ოთარ კობერიძე არ გამოიყენა თუ არა?
იცი რა, მე ვთქვი რომ 83 როლიო შენ. ხო, 83 როლი, მაგრამ მე ვთქვი რომ იმ პერიოდში მაინც ქართულმა სტუდიამ მაინც მე მგონი იმდენად ვერ გამოიყენა. რო არა ვთქვათ ეს სხვა რესპუბლიკების სხვა ქვეყნები უცხოეთში მაშინ ძალიან დიდხანს და ბევრჯერ ქონდა იტალიაში, ავღანეთშიც არ მახსოვს კიდე რაღაცა როლები აქვს. რა, გერმანიაში თეატრში. გერმანიის თეატრში, ხო. ეს რო არ ყოფილიყო, მე მაინც მაშინ თამამად შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ქართულმა სტუდიამ არ გამოიყენა, მაინც უფრო მეტად შეეძლო ალბათ. მისი აი ამ ესეთი პოტენციალის გამოყენება. მაგრამ ნუ სამაგიეროდ 83 ესეთი სერიოზული როლი ძალიან ცოტა მსახიობს აქვს. ერთი ნახევარწუთიანი რეკლამა გავა ჩვენ ეთერში მანიშნებენ და ჩვენ 6 საათამდე კიდევ გვაქვს დრო. დიახ, ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს, ვესაუბრებით ნანა კობერიძეს, ვესაუბრებით ოთარ კობერიძის დაბადების 90 წლისთან დაკავშირებით, ამ იუბილესთან დაკავშირებით, რომელიც აღინიშნა, როგორ აღნიშნეთ გუშინ დაბადების დღე? გუშინ 90 წლის გახდა. გახსენით ახსოვდა. ახსოვდა, სხვა ყოველთვის ახსოვს თავის დაბადების დღე, უყვარს ეს 17 დეკემბერი. თან ბარბარობა და თან ეს რა, ამიტომ უბრალოდ იმახსოვს. ხო. და მაგრამ გუშინ ხო მაინც რაღაცა ცოტა სევდიანი იყო ეს, იმიტომ რომ ბევრი მეგობარი აღარ არის, დედა აღარ არის. ვინც იყვნენ მეგობრები რაღაც ვერ მოვიდნენ, იმიტომ რომ რაღაცა ვერ გრძნობენ კარგად თავს და ამიტომ უფრო ჩემი მეგობრები იყვნენ, რომლებიც ბავშვობიდან იცნობენ ოთარს და ლიას და უყვართ და მართლა ერთმანეთთან კარგი ესეთი მეგობრული ურთიერთობა. ხო, მაგრამ უხარია. ხო, რა თქმა უნდა და ძალიან გაუხარდა მათ. და აი როგორ ცხოვრობს? 80-იან წლებში ძალიან აქტიურობდა, ხო? მაინც ხო 90 წელი დიდი ასაკი არის, ხო? მაგრამ აი რას აკეთებს თელი დღე? იცი რა, 88 წლის იყო, კიდე საჭესთან რო იჯდა და ძალიან ხო, საოცრად ესე ძალიან ესეთი კარგ ფორმაში იყო. ეხლა მაგალითად რას აკეთებს? კითხულობს, წერს რაღაც დედასთან აქ ისეთი ლიასთან. არ უნდა რომ ისეთივე წიგნი გამოიცეს, როგორც ლია ელიავას წიგნი. გვიამბოს რაღაცეები და ჩავწერო. ძალიან დიდი მასალა. ხო, ძალიან დიდი მასალა აქვს, სხვათა შორის, რაღაც მოგონებები, თავის პროფესიისთან დაკავშირებით, ლიასთან დაკავშირებით, ესეთი დიდი მასალაა, ხო. ამიტომ მინდა ესეთი. მარინას თხოვოთ. მარინა არის მაგის ოსტატი. განსაკუთრებით გააკეთებს. საოცრად, ხო, ძალიან. ანუ თვითონ ამის წინააღმდეგი არ იქნება. არა, არანაირად არ იქნება. ნუ შემოამოაბა ხა. ხო, უნდა მოობა ისე. გაერთობა. ხო, ხატავს და ნუ რაღაცა მე ესეთი ურთიერთობა ჩემშვილთან ხო ხატავს და წერწავდა თავის დროზე რაღაცებს აკეთებდა ჭედურს და აი ქვეყანაში რაც ხდება პოლიტიკით თუ დაინტერესებული თუ უყურებს რაღაცებზე ნერვიულობს არ ნერვიულობს უყურებს ხო და რეაქციები აქვს კი ნერვიულობს უყურებს და ნუ რაღაცა მოწონს უმეტესად ბევრი რაღაცა არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისეა მაინც ჩართულია ამ პროცესში, ხო, იმიტომ რომ აწუხებს თავისი ქვეყნის ბედი, რომელიც ნუ მართლა ლიასაც და ოთარსაც რაღაც საოცარი პატრიოტები იყვნენ თავისი ქვეყნის და ეს არ არის მარტო სიტყვები, მართლა ესეთი ემოციურად ნამდვილად. და მით უმეტეს მათ შეელოთ ბოლოს და ბოლოს შეიძლება უკეთესი ცხოვრებაც, ხო? უკვე იცნობდნენ ოთარს მით უმეტეს, ხო, იცნობდნენ, მაგრამ ნუ არ გააკეთეს ეს დარჩნენ თბილისში. ხო, სხვათა შორის ქონდა შემოთავაზება იტალიაში, მაგრამ ნუ ხო, ვერ გააკეთა იმ პერიოდში მით უმეტეს, როცა ეს იყო ძალიან ბევრ სირთულესთან დაკავშირებული 60 წლები, ხო. ამიტომ ამას ვერ. კეთილი ნანა, მიულოცე ჩემგან, მიულოცე ჩვენი რადიო მსმენელისგან, ერთი დღის დაგვიანებით, ჩვენ საუბრობდით ოთარ კობერიძეზე, რომელსაც 90 წელი შეუსრულდა, დიდხანს იცოცხლოს და ჯანმრთელად იყოს. ამით ჩვენი განაცემა სრულდება, თავისუფლების 1 საათი, ნანა კობერიძეს დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ლევან გვარამიძე იყო ხმის ოპერატორი, მე გემშვიდობებით ხვალამდე, კარგად ბრძანდებოდით.